აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები. 2011 წლის 12 დეკემბერი კონფერენცია მოსწავლეთათვის ცხოვრების ჯანსაღი წესი. პრეზენტაციები წარმოადგინეს ბათუმის ნომერ 1, ნომერ 2, ნომერ 16 საჯარო სკოლების, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებმა. 2012 წლის 7 დეკემბერი კონფერენცია მოსწავლეთათვის მინდა გიამბოთ ჯანმრთელობის შესახებ. პრეზენტაციები წარმოადგინეს ბათუმის ნომერ 1, ნომერ 2, ნომერ 1, ნომერ 16 საჯარო სკოლების და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-2-მე-5 კლასის მოსწავლეებმა. 2013 წლის 29 მაისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მოსწავლეთათვის ჯანმრთელობის გაკვეთილები. პრეზენტაციები წარმოადგინეს ბათუმის ნომერ მე-16 საჯარო სკოლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნომერ 2 საჯარო სკოლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-5-მე-7 კლასის მოსწავლეებმა. 2013 წლის 31 მაისი შეხვედრა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის, ბათუმის ნომერ 1, ნომერ 2 და მე-16 საჯარო სკოლის მე-8-მე-10 კლასის მოსწავლეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.